და აქვს უკვე ორი ბრინჯაოს მედალი. კი ბატონო, დაიძრნენ უკვე, ანიშნეს რომ წამოსულიყვნენ და შემოდიან, შემოვიდა ფაცინაშვილი თავის ადგილას. ბეშიძეც წამოვიდა უკვე შემოსასვლელად არენაზე. შეხვედრა ძალიან დინამიურად დაიწყო. პირველი წამები ნამდვილად ასეთი არ და იმედი ასეც გაგრძელდება. მთლიანობაში რაც ვნახეთ ეს გავლილი სამფინალი, მე მგონი სანახაობრივად საყოდური არ გვეთქმის არც ერთს. კი, პირველი განსაკუთრებულია ზანგალად. დანარჩენებშიც ახლა ვერ ვიტყვით რომ 61-65-ში რაღაც დიდი მოულოდნელობა არის. ალბათ მაინც ფავორიტები უფრო ისინი იყვნენ, რომლებმაც გაიმარჯვეს. მithumetes ორივე გორელია და ტურნირი გორში ტარდება და აქ რაღაც გარკვეული ფსიქოლოგიური საშინაო კედლები, გარკვეული ფსიქოლოგიური უპირატესობას მაინც აძლევს სპორტსმენებს. ეს სიტუაციაში ახლა ფაცინაშვილი თუმცა შეიძლება თვითონ მოყვეს. არა. დახურა ბეშიძემ ხალიჩის არბიტრმა. აქ ახლა ბეშიძე სჭირდება ექიმების დახმარება, თუმცა ყველაფერი ისეთი ვერ ამოისუნთქა, ისეებად. საჭიდაო ეპიზოდი არის ესეც. თუმცა ნახოთ რა შეფასებები როგორი იქნება ამ საჯების ყველა ჯერჯერობით ბეშიძეს. შეფასებები რითიც არაფერი, მე მგონი არ დაუხურია. ხება ილეს აკეთებს. ყოველ შემთხვევაში 4 ქულა ანიშნა ფაცინაშვილზე საჯმა. არა, ბეშიძეზე აჩივა. ფაცინაშვილი იწყებდა და თვითონ მოხდა ბეჭებზე და 4 ქულა თუ მე როგორც მახსოვს ლურჯი აჩვენა. წითელი ასეა. მადლობა ღმერთს. ყველაფერი კარგად არის და ბეშიძე შეძლებს შეხვედრის გაგრძელებას საითი თორმეტს. ხო, შეფასება როგორ იქნება ხა? მოთხოვნა შეფასება ცოტა მეორე ხარისხოვანი მგონია. ხო, პარტევიდან დაიწყებს ორი ქულა ფაცინაშვილმა და აი ხა ბეშიძის სეკუნდანტი გახლავთ ოთარ თუშიშვილი, სოფლიოს ოლიმპიური პრიზიორი და ეს ეკამათება, ოღონდ აქ ჩელენჯი არ შემოგდებულა საჭმელში. მაგრამ გორელებიც ასევე მოვიდნენ და საჭმელს ესენიც ეკამათებიან. თუშიშვილი ამბროლაურელების სეკუნდანტია, ხო? ამბროლაურელის სეკუნდანტია, თუმცა როგორც ჩანს, შეიძლება სადღაც თბილისში ვარჯიშობს ეს ბეშიძეც. ყოველ შემთხვევაში არ ვიცი თუშიშვილი რატო არის, ვერ გეტყვი. აქ ამბროლაურელებთან აი ხშირად გუშინაც იყო, გოგშელიძე იყო მაგალითად სეკუნდანტი. ხო, რას განვიხილავთ ხა? ანუ აქ ამბროლაურელები შეფასებაში არ ეთანხმებიან საჭს. თუმცა აქ ახლა გორელთა ერთ-ერთი მწვრთნელი აკადი ხინჭიკაშვილიც აპროტესტებს რაღაცას. ეს უკვე ისეთი სიტუაცია, როდესაც საჯებს გაურბით შეხვედრის სადავეები და ზოგადად მართვის სადავეები. ჯერ თვითონ აი ესეც შემოსვლაც არ შეიძლება, აქ ჩელენჯი არის შემოსაგდები. რა ხდება, ის ჩოქჩენი გაუქმდა 0-0-ია. ნახოთ ჯერ კიდე შეიძლება შეიცვალოს ტაბლო. მოგვენახა ისე ეს გამეორებით არ იქნება სასიამოვნო სანახავი, ამიტომ
ტრავმით დასრულდა ერთ-ერთი სპორტსმენის. საბედნიეროდ მშვიდობიანად ხო, დასრულდა. არაფერი ისეთი უბრალოდ რაღაც წამიერად ვერ ამოგისუნთქა და ის მოსულიერებას ამდენიმე წამი დაჭირდა. ხო, ხა აპროტესტებენ ამბროლაურელები, რომ კაცი კინაღამ გაიგუდა და ამიტომ დაკარგა ეს ორი ქულაო. თამბლოზე ჯერჯერობით 0-0-ია, 2-0-ის შემდეგ და აი ახლა დაიწყეს უკვე ვიდეო განხილვა. რაღაც ისეთ საკამათო ეპიზოდი იყო მართლაც იწევ ატრიალებს. ნამდვილად ფაცინაშვილი შემდეგ თავად მოხვდა ბეჭებზე და ამ დროს აი აქ უკვე ამ დროს უკვე გაითიშა წამიერად მისი მეტოქი ბეშიძე. შემდეგ ფინალი რა გვექნება? ხო, მესამე ადგილზე აქ ვინ გავიდა? გუგეშაშვილი და აბალაკი. შემდეგი ფინალი იქნება 74 კილოში ჩხიტუნიძე და რიგვა. აი პირველი ფინალი იქნება უგორელთა გარეშე. მეორე ფინალიც გორელთა გარეშე. არა, არის რამდენიმე 7 ფინალისტი ყავთ აქედან 2 წონაში 6 წონაში გორელები არიან ფინალში. 4 წონა არის მათ გარეშე. პლუს 4 ბრინჯაოს მედალი აქვს. ეს საერთო სტატისტიკა მოგახსენეთ უკვე ფინალების დაწყების წინ. ხო, მე მოვიქოლა რაში მისცეს. ხა ბოლოს ზემოდან მოექცა, ხო, ფაცინაშვილი და ამ დროს მეტოქე გათიშული იყო. და თქვენ ხედავთ ზუსტად მაყურებლები რომ ჯერ ისევ გრძელდება ვიდეო განხილვა. ნახოთ იმედია მსაჯები მალე დაამთავრებენ ამ პროცედურას და საბოლოო შეფასებასაც ვიხილავთ. ხო, ახლა არის ესეთი ვარიანტი რომ პირიქით ფაცინაშვილი დაისაჯოს რაღაც არალეგალური ქმედების თქმის. ნახოთ ნუ დავასწროთ მოვლენებს რა გადაწყვეტილებას მიიღებენ არბიტრები. იყო ერთი ვარიანტი რომ ბეშიძე ჩააყენეს ჯორჯანში, იმიტომ რომ იმ სიტუაციაში შეწყდა ბრძოლა. ნახოთ ვერდიქტი როგორია. შეხვედრა განახლდება, მაგრამ ჯერჯერობით ანგარის არ გუჩვენებენ. თუმცა დარბაზი მაინც მოაქვს. არაფერი 0-0-დან დაიწყო. და ალბათ ესე უფრო სამართლიანია, იმიტომ რომ ალბათ. და როდესაც უკვე ზევიდან მოექცა ფაცინაშვილი, როგორც ჩანს უკვე ამ დროს ხო, ის იმ დროს გათიშული იყო უკვე.
0-0-დან გაგრძელდა ისევ შეხვედრა, შეგახსენებთ რომ ეს გახლავთ 70 კილოგრამის ფინალი, წითელი ფორმით გახლავთ გორელი დავით ფაცინაშვილი, ხოლო მისი მეტოქე არის ამბროლაურელი ნიკა ბეშიძე. ხა თუ არის აქტიური ბეშიძე, მოგვიაცემს ჩაურთავენ. იგივით გააქტიურდა ფაცინაშვილი. შემოუარა, მაგრამ ხელი გაკავებულია ჯერობით ვერ ახერხებს შემოვლას ამ სიტუაციას და შემდეგ ინაღამ იქით ამოუსვა ფეხი, თუმცა ისე უტევს ფაცინაშვილი. ფეხიდან აიყვანა ხა წესით აქედან გადაგდება, არ უნდა გაუჭირდეს. ჩაუთვიათ მაინც 30 წამი იყო ორქულიანი და პლუს ერთ ქულას დაკარგავს ახლა კიდევ ბეშიძე. იმიტომ რომ ფაცინაშვილი ჯარიმა ჩართული ხონდა 3-0 და ოღონდ ზემოდან მოიქცა ახლა ბეშიძე და ამის ამაში ერთ ქულას მიიღებს 3-1 დასრულდა ეს ბოლო მონაკვეთი. ფაცინაშვილის სასარგებლოდ. ჯერ ერთ წუთია საჭიდაო კიდე პირველ ნახევარში. დრო ჯერ ბევრი არის, მთელი პერიოდი არის წინააღმდეგ პერიოდი. ორმოცი წამი პირველი პერიოდის დამთავრებამდე ანგარიში 3-1 გახლავთ ფაცინაშვილის სასარგებლოდ. შეიძლება კიდევ შესვენებამდე რამე შეიცვალოს. ნახოთ. შესვენებაც უკვე მოვიდა პრაქტიკულად. 3-1 პირველი პერიოდი ასეთი ანგარიშით მოიგო დავით ფაცინაშვილმა გორელმა სპორტსმენმა. ყველაფერი გადაწყდება მეორე პერიოდში, არაფერი ჯერ პირველ პერიოდში არ არის გადაწყვეტილი. დამთავრდა შესვენება, შემოვიდნენ ხალიჩაზე მეტოქეები და გრძელდება 70 კილოგრამში ფინალური დაპირისპირება, რომელსაც პირველი პერიოდის შემდეგ 3-1 იგებს გორელი დავით ფაცინაშვილის წითელი ფორმით გახლავთ ამბროლაურელი ნიკა ბეშიძის წინააღმდეგ. აქ ორხევისელობა იყო საბოლოოდ გადაძალა ფაცინაშვილმა დაიტოვა ორი ქულა 5-1. აქ შეიძლება ხა კიდე დაატრიალოს ჩოგჯენიდან, თუმცა ჯერჯერობით ბეშიძე თავს კარგად იცავს. კიდევ ერთხელ წამოსწია, მე კიდევ ერთხელ. თუმცა კარგი დიდი უპირატესობაც კი მიიღო. ძალიან კარგად კი იბრძოლა აქ ბეშიძემ, მაგრამ არანაკლებ დიდი შრომა გასწია თავის დასაცავად. ბეშიძემ კი როგორც რა ფაცინაშვილმა და არანაკლებ დიდი შრომა გასწია თავის დასაცავად ბეშიძემაც. ბეშიძე არ იყო განთესილებში, მას ფინალამდე მოუხდა 4 ბრძოლის მოგება. მე-16 ფინალიდან დაიწყო და ნახევარფინალში მეორე ნომრად განთესილი აბალაკი დაამარცხა. ანუ მისი გასვლა ფინალში მოულოდნელობა გამოდის. აი კიდევ ერთხელ შემოუარა ფაცინაშვილმა 7-1. ეხლა ისევ აგრძელებდა და უფრო სწორად შეტევას ჩოგჯენიდან, მაგრამ რა თქმა უნდა ვერ მიიღო ხელსაყრელი პოზიცია, ვერ შეუკრა კარგად ხელები.
საჯმად გომში გააგრძელა პაექრობა 7-1 ფაცინაშვილი სასარგებლოდ რჩება წუთი და 24 წამი შეხვედრის დასრულებამდე. სულაც შეისვენა ბეშიძემ, თუმცა გაუჭირდება მას რა თქმა უნდა ამ სიტუაციიდან გამოსვლა. თითქოს რაღაც აშკარა უპირატესობა არ ამან ნელ-ნელა დააგროვა საკმაოდ დიდი სხვაობა ქულებში ფაცინაშვილმა და მეოთხე ოქროს გოლში დარჩება ისეთი პირი გამოუჩნდა ამ საქმეს. 33 წამი რჩება აქამდე. გეშაშვილი და აბალაკი გახდნენ აქ მინჯიოს პრიზიორები, ამის შემდეგ დავაჯილდოებს 65 კილოგრამს, უთინაშვილი, ხურხული, ბარსონიძე, ქობულაძე და შემდეგ გვექნება უკვე უგორელებო ფინალი, პირველი ორი ზედიზეთ, ჯერ საჩხერელი ჩხიტუნიძე დაეჭიდება თბილისელ რიგვავას და შემდეგ საგარეჯუელი ტულაშვილი ამბროლაურელ გოგრიჭენს. შემდეგ ისევ გორელები გამოვლენ არენაზე. პრაქტიკულად დასრულდა უკვე შეხვედრა. დიახ, 7-1 ასეთი ანგარიშით გაიმარჯვა დავით პაცინაშვილმა გორელმა სპორტსმენმა და გახდა საქართველოს ჩემპიონი.